მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი Brawl Stars-ის ვიდეოთი. დიდი ხანია Brawl Stars-ზე ვიდეო აღარ დამიდია და ვერ ვაქტიურობდი, მაგრამ ჩემმა გამომწერებმა უკვე იცით მიზეზი რატომ არ იდება ყოველდღიურად ვიდეოები, რადგან მაქვს ბოლო ზარი, ასევე ვარ აბიტურიენტი და ცოტა რთული პერიოდი მაქვს დროის მხრივ. მოკლედ, ალბათ არ გაგიჩნდებათ შეკითხვა, რატომ მიყენია შელი და თან გაიგებთ, რატოს მიყენია ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ბრაულერი. დღევანდელ ვიდეოში ვიყიდით ძალიან მაგარ შელის სკინს და გავტესტავთ. როგორც იცით, შელიზე ძალიან ბევრი სკინები მაქვს, მიყვარს ეს ბრაულერი და დააკვირდით უბრალოდ რამდენი სკინები მაქვს. და დღევანდელ ვიდეოში მოკლედ შოპში, აი აქ გამოგვივიდა ჩვენი ბლინგების შოპში ძალიან მაგარი სკინი, აი ეს სკინი და ვიყიდი რა თქმა უნდა, ასევე მოყვება მეგაბოქსი, ძალიან ლამაზი პინები და სპრეი. მოდით უკვე ვიყიდოთ, დრო რო არ გავფლანგოთ და გავტესტოთ ჯერ solo showdown-ზე, შემდეგ brawl ball-ზე და ვნახოთ რა გამოვა. ასევე გვაქვს მეგაბოქსი და გავხსნი მეგაბოქსსაც, იქნებ რაიმე ამოვიდეს 9 კლიკი სამწუხაროდ და არ მგონია აქედან რაიმე ამოვიდეს. მინდა გთხოვოთ მთელი გულით, რომ ეს ვიდეო ავიყონოთ 150 ლაიქზე, რომ კიდევ დაიდოს Brawl Stars-ის ვიდეოები. ძალიან გთხოვთ მთელი გულით ვეცადოთ და ასევე გამოიწერეთ არხი 200 გამომწერი გვაკლია 14000-მდე და იმედია რომ მალიავალთ. ვითამაშოთ პირველი მოდით Brawl Ball-ი, რაღაც შემიყვარდა ამ ბოლოს Brawl Ball-ი და შემდეგ უკვე ვითამაშოთ solo showdown-ზე. ალბათ ყველას გახსოვთ, რომ შელი აქაჩული მყავს 1250-მდე, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი რატომ, მაგრამ გააბანზე შელი, გაჯეტი დაუფიქსეს და შეუცვალეს და ამის გამო უკვე აღარ ვქაჩავდი ხოლმე მომბეზრდა და მაგის გამო ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ შელის აქაჩვა აღარ გავაგრძელე. მოდი წავალ ცოტა შეტევაში, სუპერი მაქვს უკვე. მედია გადმომიგდებს ხო ჩემიანი უნდა მეთქვა, მაგრამ ამ ხელწესდარიგი წავაგებთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი სტარტია ვიდეოსი. არ მეგონა ესე მარტივად თუ წავაგებდი, მაგრამ იმედია რომ solo showdown-ზე მაინც ვიზავრამეს. ნახოთ აქ რა ხდება. ძალიან გვიტევენ, ძალიან ცუდად გვიტევენ თან და არ მგონია რომ მოვიგოთ, ნუ როგორც თქვი, ვერ მოვიგეთ, მაგრამ ერთი ხელი მოდით Brawl Ball-ი ვითამაშოთ ისევ, რომ იქნებ მოვიგო underdog-ი და იმთხოვთ თან და ძალიან ბევრი არ დამაკლდა. დავიწყეთ შემდეგი Brawl Ball-ის მეჩი, ვეცდები ყველანაირად რომ მოვიგო, მე მგონი ბოტებთან შეგვიშვა, ნუ წაგების შემდეგ ხშირად ბოტებთან უშვებს ხოლმე, თან როცა ახალგადასული ხარ პრესტიჟზე, მე მყავს პრესტიჟ 1-ზე და 16-ზე და ამის გამო შეიძლება ბოტებთან შეგვახვედრა ძალიან მარტივად. და ამ ხელსაც უმარტივესად წესდარიგით მოვიგებთ თან ნოვა დროპების ევენთია, ყველა მოგებაზე ნოვა დროპებს გვაძლევს დღეს, ნუ რაც ვნახე, ამიტომ დიდი ალბათობით პატარა გახსნებიც გამოგვივა, ვნახოთ წინ კიდევ solo showdown-ი გველოდება, დაუპასოთ ჩვენიანს და ვნახოთ წესდარიგით ჩვენიანი გოლსაც გაიტანს, ვნახოთ, მოვაშოროთ სპაიკი თქო უნდა მეთქვა, მაგრამ სამწუხაროდ ორივე მეც და ჩემიანიც მოკლა სპაიკმა. წავიდეთ შეტევაში. წინა ვიდეოს კომენტარებზე ძალიან ვიცინე, ბევრმა ადამიანმა მომილოცეთ სკოლის დამთავრება იმ 12 წლიანი ციხიდან გაქცევა, მაგრამ შემიძლია გითხრათ და გთხოვოთ და ასევე იმედია რომ გაითვალისწინებთ, რომ სკოლაში ისწავლეთ ყველა წლები არ დაკარგოთ, რადგან სკოლის წლებს თუ არ სწავლობთ, უბრალოდ მაგ ბედნიერ წამებს კლასელებთან გატარებულს თუ უბრალოდ გართობის მიზნით სპორტზე თუ ასე შემდეგ ვერასდროს ვერ დაიბრუნებთ, რადგან ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, ამიტომ მინდა გთხოვოთ რომ ვინც პატარები მიყურებთ ახლა და ჯერ სკოლას არ ამთავრებთ, შეერგოთ ეგ წლები. ეგ არის ყველაზე კარგი წლები, იმიტომ რომ არც ისე ბევრი სანერვიულო გაქვს და არც ისე ბევრი პრობლემები, ამიტომ შეინარჩუნეთ, გაითვალისწინეთ, რომ უფრო მეტად გაერთოთ და განვითარდეთ. წავიდეთ ახლა შეტევაში, ვეცდები რომ გოლი მე თვითონაც გავიტანო, რადგან სულ ჩემიანი იტანს, გამოვიყენებ hypercharge და ნუ გაიტანა ჩემიანმა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ და ავიღოთ ახლა ჩვენი ნოვა დროპი და გავხსნათ პირველი ჩვენ ვიდეოში, ვნახოთ რა დავარდება, გაუჭირდა და წესით იქნება კი ძალიან კარგი 12 ფაუერიანი, რომელმაც მოგვიმატა დემეიჯები, რომელსაც ჯერჯერობით არ ვხარჯავ და არ ხსნი, ასე ვთქვა და გადავიდეთ ახლა solo showdown-ზე, დღევანდელი ვიდეოს ბოლო მეჩზე. ავიწყეთ solo showdown-ი, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მეპია, თან მაგარი ევენთია, რაღაც ბრაულერებად რო იქცევი, ამიტომ მოდით ვეცადოთ ამ ხელის მოგებაც და ვიდეოც ეგრე ლამაზად დავასრულოთ და დავაგვირგვინოთ. რაც შეეხება სკინს, ძალიან ლამაზი სკინია, მე პირადად ძალიან მომეწონა. მოდი ედგარს გავურაშოთ, ვეღარ გავურაშეთ, თორე შეიძლებოდა მოკლა ერთი ტყვია გაუნდოდა.
მაგრამ წავიდეთ, ტყვის ეფექტი აქვს ლამაზი, სტანდარტული ნორმალური სკინია, უბრალოდ მე რადგან შელიზე მაქვს ერთ-ერთი ბევრი სკინი, ჩემი ბრაულერებიდან გადავწყვიტე, რომ კიდევ მეყიდა და მაგიტომაც შევიძინე ეს სკინი, აქ ედგარი ყოფილა სულ დამავიწყდა მეგობრებო. და აღარ გავაგზელებ უკვე თამაშს, სამწუხაროდ წავაგე ეს მეჩიც და დაგვაკლა ათასები, მაგრამ ნორმალური ვიდეო გამოვიდა, მთავარია რომ დიდი ხანი არ გვისაუბრია ერთმანეთში გამომწერებს და მე და იმედია რომ მოგეწონათ ესეთი საუბრები. ეხლა კი დაგემშვიდობებით მეგობრებო, ძალიან გთხოვთ ავიყვანოთ ეს ვიდეო 150 ლაიქზე, ასევე კვირასაც დაიდება ახალი ვიდეო. გთხოვთ გამოეწოდოთ არხი და გააქტიუროთ ზარისხილაკი, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.